დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე კარგად. უბრალოდ ამ კარგად სიტყვის უკან ბევრი რამეა, მაგრამ რომ გეწუწუნოთ რა მიშველება, ვინ მიშველის, ვინ გააკეთებს ჩემს გასაკეთებლად. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავი მაინც დაიმედო და თქვა, რომ კარგად. ყოველთვის როცა ძალიან მეღლები ვფიქრობ ხოლმე ემიგრანტებზე, რომლებიც, ეხლა მე უნდა გავიქცე, ჩემ დიშვილს ჩავეხუტო, ჩემს დას ჩავეხუტო და მთელი დაღლა გუშინდელი, მთელი ეს დაძაბულობა იმდენად მომეხსნება და სხვანაირად დავიძაბები და სხვანაირად გავმხიარურდები. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცა ხაი, ყველაფერი რომ ხوارი აღმართი და დაღმართი, კარგი გზა, ცუდი გზა, ვაიმე, დავიღალე, გოგოებო და ბიჭო არა ყავს ჩვენ. დავიღალე გოგოებო. თავგადასავალა უნდა მერქოს, დორა არა. ყველაფერი შეიძლება ჩემს სახში. არ ვიცი. ყავა დავლიოთ, გული გავიგრილოთ, ცხელი ყავით. უკვე ნერვიულობის ფონი აღარ მაქვს, უკვე მაქვს შიშის ფონი. აი, ხვალ რა გაფუჭდება, ხვალ რა მოხდება. იმიტომ რომ როცა რაღაცები ძველდება, სახლი, კარი, მანქანა, ძველია, ყველაფერი. ყველაფერი სჭირდება, არ გესწავლებათ, სულ პრობლემაა. მოვიხარშოთ ყავა, დილით დავლია ერთი ცალი. ბიჭები, კარგად ყავს ღმერთის მადლით. შვიდად წყნარად ორივე თავის საქმეს აკეთებს. მე ბედნიერი ვარ. ერთი რამით მაინც და მადლობელი ვარ, რომ შედარებით ადეკვატური შვილები მყავს ის, რომ შრომა არ ტეხავს და შრომა ეს ის არ არის, რომელიც დასაძრახია ნებისმიერ ასაკში. და ხო, რაღაცით მხიბლავენ ჩემი შვილები, მაგრამ მოთხოვნები მაქვს ძალიან ბევრი. ხა დავითსაც და ნიკოლოზსაც თანაბრად ვებრძვი, ნიკოლოზს უფრო მეტად, იმიტომ რომ ხო, დავითთან ცოტა ფარხმას უყრი ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა თანაბრდება ძალები და თითქოს ნიკა რო არასრულწლოვანია. ეს არასრულწლოვანი, სრულწლოვანიც ვერ გავიგე, მაინც დედა და მამა. მოკლედ, გადავიღალე, არ ვიცი, დღე-გამოშვებით ვიმუშავე, პლუს დეკლარაციები თავზე მეყარა, პლუს რაღაცები, მოკლედ აღარ ვიწუწუნებ და რო ვისმენ ხოლმე რაღაც ელემენტარულ სამსახურებზე რომ ამბობენ, რომ დავიღალე და არ შემიძლია გაწეხო, სულ ცოცხლები ხოლმე, იმიტომ რომ ჩემნაირად დაღლილო ადამიანებო. შეუძლებელი არაფერი ხო არ არის. ჩვენ ყოველდღიურად ვიღლებით, ყოველდღიურად დილით ვენთებით იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ თუ დავიცემით, ჩვენ თუ ავწუწუნდებით, ჩვენ თუ რაიმეს ვიზამთ, ყველაფერი აისახება ჩვენ შვილებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილების мотиваცია არის იქამდე. როგორც მამა ჩემი დღემდე. მამა არის 76 წლის. არ მახსოვს მამა ჩემს ეთქვა დავიღალე. ყველაფერს აკეთებს, დღემდე სამსახური აქვს, დღემდე მეურნეობა აქვს, დღემდე პატარა ბიჭები ვერ აკეთებენ იმდენს აკეთებს. მე ამ კაცის შვილმა როგორ უნდა შევძლო, რომ ჩემ შვილებს უთხრა, ვაიმე წელი მტკივა, არ გტკივა. გახურე წელი, გაგიბლის. ფეხები მტკივა. გაგიხურდება კუნთები, და ფიტპასი გავიაქტიურე, ხო და გადავიხადო. ჯერ არ მაქვს, მიქნება 25-მდე. და ვარჯიში უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ესეთია ცხოვრება. ვიწუწუნოთ, დავიღალოთ, ვეწუწუნოთ ერთმანეთს. მე ვინ ჩემდაქალებს მეტყვი ხოლმე, ფეხს და ფეხად გავარ. აი წევარ და ერთ პერიოდი თავიდან. მე მევხვდი, რომ რა ხდეს იმათ. რამე შემიცვალე ეს, ძალა ენერგია შეძლეს რომ მოეცათ.
ამიტომ მე ზუსტად ვიცი რომ ყველა ჩემი სამეგობრო საახლობლო ნერვიულობს ასე თუ ისე განიცდის. ამიტომ გადავწყვიტე რომ აღარც განიცადონ. რამდენიც არ უნდა იშოვო ადამიანმა, მაინც არ გაქვს. 500 ლარი გაქვს, 500 ლარზე ხარ აპრობირებული და გაწერილი გაქვს გეგმა. ეს გავდივარ მერიაში, პასუხი მოვიდა, ვაი. ნეტა არ იყოს საჩემო პასუხი. ჭიქას აჯანდობაში წავიდა. ხო და ამიტომ დაღლილ გულებში გენაცვალეთ ყველას. მაგრამ მაინც ვისავთ, იმიტომ რომ ჩვენ ქალები ვართ. მარტო ქალები ვართ. მაინც შევწყვეტ. მაინც გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მე დარწმუნებული ვარ 100%-ით და თუ ვინმეს ჩემგან ემიგრანტი ხარ, საქართველოში შრომობ, ჩემიანი ხარ თუ უბრალოდ შემოხვედი ხარ, გეტყვი რომ ყველაზე მაგარი გოგო ხარ. იმიტომ რომ არ გეშინია. შრომა ნებისმიერი სახის და განსაკუთრებით ფიზიკური გონებრივი დამღლელია, მაგრამ ენერგია გაქვს. თავით ტკივა უბრალოდ ამას ვერავინ ვერ მასწავლის, იმიტომ რომ ფიზიკურთან ერთად გონებრივ დაღლა ჩემი თამდევია. აქ გონებრივ დაღლას იმას არ ვიძახი, რომ ლიტერატურა წაიკითხო და ვიღაცის ფრაზები ისწავლა და იმით ჭერმეტყველი გახდა. ანუ არა, მუშაობა გონებრივად, ციფრებია თუ რაღაც კანონია თუ წესია თუ მოკლედ. ვიღაცებს გადავწვდი? არავინ არ გადა. არ იფიქროთ ზოგადად ისე. ხო. ძალიან რთულია ეს ცხოვრება. მოკლედ, წავედი თელოსაშინამ. ჩავედი ჩემ შვილებთან. წავედი მამასთან. მე და ჩემი უფროსი შვილი და დილით ჩავდივარ, ძალიან მობილიზებული ვარ. სია მაქვს ნიკოპსიიდან და რუბანდამდე. მანქანა ვერ დავგოგე. მოკლედ, რო არ გაწვალოთ და მოგიყვეთ. ამბოლი, აკუმულატორი, იქ ხელოსანი, დილას მზის კუზა, სულ მინდოდა თვის ბოლოა და ძალიან ცოტა მაკლია, რომ შეივსოს ორ თვეში ერთხელ დაახლოებით ვიღებ ხოლმე ხელფას YouTube-ისას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს არ ვეტყვი, რომ 70 ევროა თუ მეც ვერავდივარ ხოლმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო იმისთვის, რომ რაღაცა გაგიკეთოს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობდი, რომ ანუ არ გამომეტოვებინა ეს პერიოდი, რომ ჩამრიცხოდა, მაგრამ იმდენად ნერვებზე მოთხრილი ვიყავი და იმდენად ცუდ ხასიათს გადაგდებდი. აიცადეთ როგორ დაგანახოთ ეთი წუთით. ყველას აი ასეთ სიყვარულს და გულებს გიგზავნით. ნახეთ როგორ ლიცა გულია. რაც ესე მოვაგროვებ ხოლმე თვის ბოლოსკენ, რომ შემდეგი თვის დასაწყისის არ შემეშიდეს. წინაზეც ვახსენე, რომ ესეთი დედები, ვინც მარტო ვიბრძვით და მამა მხოლოდ დაბადების მოწმობაში ყავს და საერთოდ არ განვიხილავ მე ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს ჩემ შვილებს და მიხარია, რომ სადღაც არის, რომ დაჭირდეთ, არ ვიცი, მაგრამ იყოს, რას მიშლის. აწი მე აღარ მიშლის. ძალიან რთულია. აი 3 კვირის წინ უყიდე ნიკოლოზოს ფეხსა და გუშინ მერეკოს გამეხაო. არ მიმიცია იაფი. 150 ლარი მივეცი. იქ დავით რაღაც დაჭირდება, იქ მე სისხლის ანალიზი გავიკეთე, იქის და ეს მოგროვილი ფული ამ მანქანამ შეჭამა. ყოველ დღე ვეუბნები ჩემს თავს, თუ არ გინდა რომ ეს სტრესები იყოს და თუ არ გინდა რომ ნერვები შიშები მანქანის დაქუქვის მეშინია. აქედან ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ აღარ ვინერვიულო, გარდა იმის, რომ თვეში ერთხელ ვინერვიულო. გადახდისთ დროს
როგორ გადავიხდი და გავაკეთო სესხი და სესხით ნაყიდი. არაფერი არ მიყვარს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არც ერთი მანქანა არ მქონდა სესხით ნაყიდი. პირველიც ჩემი ფულით ვიყიდე, მეორეც ჩემი ფულით ვიყიდე. მოგროვილით ვერ ვაკროვებ. $67,000 მოგროვება ჩემთვის ახლა ძალიან ზღაპარია. მაშინ ბავშვობიდანში რა გზა უნდა გადავიყვანო. ერთდამ სტრესავს ეს მაგათ ახლა მჭირდება. ანუ ჩემი საქმეები ნებისმიერი სამსახური მოიცავს იმას, რომ მე უნდა გადავადგილო და მანქანით. Короче, რა. ვისკავთ ჩემნაირი ძველი მანქანა დაწერეთ. მიყვა ყველაფერი ერთმანეთს მიყვა. აება ესე ცეპივითარი. ტუკ 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 ტუკ. წავედი ახლა მე შევიცვა, არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა. ფიქრობ. ძალიან მომინდა რომ სახეს წამესვა. არადა ისეთ კარგი იყო თელავში, იმდენად ბევრ ადგილას ვიყავით. იმდენად კარგი რაღაცები იყო გადასაღები. როცა შინაგანად შიშები მაქვს, იქიდან როგორ უნდა წამოვსულიყავი, რამე რო არ გამოსწორებულიყო, რაღაც რო არ გაკეთებულიყო, მაგრამ აკუმულატორზე ამბობმა მაინც არ მომცა. რა ქვია იმას? ღმერთო ჩემ. გამოვედი ზუსტად ჩემ ქუჩასთან არის გაჩერება ავტობუსის, რომელიც მიდის სარკავაზე. მე მგონი მიდის არის. გავაგრძელოთ მერიის ამბები დაწყებული დღე, რომელიც ვერ დავასრულე. ვერასდროს. მივიღე ასეთი წერილი. პირველ რიგში ძალიან მოხიბლული ვარ. ოპერატორების მიდგომით, ადამიანობით ძალიან გამიკვირდა და სახელმწიფო სტრუქტურაა და რა თქმა უნდა ევალებათ რომ ასეთი ადეკვატურები იყვნენ, მაგრამ ძალიან მობილიზებულები და ადეკვატურები არიან და ყველაზე ისეთი ის იყო რომ ვისთანაც განაცხადი დავწერე. ზუსტად ის გოგონა თითქოს ლურჯი მაქვს არა და არ მაქვს. ზუსტად იმ გოგონასთან მოვხვდი ისევ და გამიხსენა. პასუხი მივიღე რომ კი ვაღიარებთ. მიწერენ რომ ქვითრის ნომერი არ მქონდა მითითებული. უნდა დავრეკო ახლა ცხელხაზზე. და მაინტერესებს ყადაღის მოხსნაზე წერენ რომ დაგიკმაყოფილდათო და ჩარიცხავენ თუ არა იმ თანხას. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. დავიწყოთ ახლა აქ რა ყრია. მოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი დავიწყოთ. ორი ცალი ნახშირი. სულ ნახშირს ვეძებ. სანთლები, რომელიც ჩანთაში შემთხვარა. და საკმაველი მაქვს ბევრი, მაგრამ დავამატე. პარკებს რაშიც სანთლები და ესეთი რაღაცები მქონდა ხოლმე აქ უკან ასე შევინახავ ხოლმე და მე ანთებულად ვკვრით და ვცდილობ რომ ძალიან სუფთად ჩავყარო ნაგავში. დილით გავიქეც ნიკოლოზმა დარეკა რომ ძალიან დამეხაო პოტასი ვაი ძალიან და ფული ჩავყრიცხე და კატებს საჭმელი წამოუღე და ესენი დარჩა. ბანაობა მაში. დაბანილი ვარ, კარგად შველის და იდეალური. ლიბრეში რო ვიყიდე შამპონი.
დედას გიფცებ ხო თმას არ პანს ჯერ ისედაც ხომ მოვიკრიჭეს თმები არ ვიცი რატო შევიჭერი წინ ვიყრი ხოლმე ესე და ვიჭრი ნამეტანი გავერთე სადღაც ესე მქონდა თმა და ეხა ასე მაქვს კეიპრო ვიყიდე 50%-იანი ფასდაკლება ქონდა მოცულობისთვის არისო შევისხე არ მეხმარია ამბობენ რომ კარგია ამის ზეთრიც მინდა ყველაფერი მინდა სუნამოები წამოვიღე პაკორაბანის რაღაცა გეტყვით ახლა ზღვა კაცის არის სავარაუდოდ კი არა და კი და ესეთი სუნი აქვს ნიკოლოზას გადავულოცავ ამას და გაიყვან მერე ეს სუნამო მე მიყვარს ძალიან for men და bad boy არის ეს კაროლინა ჰერერასი ნიკუშა არის სუნამოების მამა ახლა ესეც ჩემი ხელის გულზე მაქვს ასეთი ალერგია არ ვიცი რამდენი დაღიქოს კი აღიქოს კამერა და ჩემია ეს ნაგებია ახლა რომ არ შევწდე მე მგონი ამ მაღაზიას ქვია გურმანე გითხრათ ჯერ გურმანი გალერეა თუ ესეთი რაღაც არის სადაც შემოდის ამაზონიდან დაკარგული ამანათები და ყიდიან მე ესე აღვიქვა შეიძლება ვწდები მაგრამ ესეა იმიტომ რომ შეფუთულებია და ესეა ჩემს დიშველს ვუყიდე აი ამ ხელ კროქსები ძალიან ადეკვატური ფასი ქონდა და ძალიან ლამაზ მაისურში და ძალიან გაფუყულ ძალიან სასაცილო გოგო შარვალში მივეცი 50%-იანი ფასდაკლება იყო და 15 ლარი და სხვათა შორის ძალიან კარგი ხარისხია და კროქსებში მივეცი 19 ლარი და ჩემთვის წამოვაყოლე ამ დისკებს ყოველთვის უყურებდი ხოლმე რა თქმა უნდა მჟავით არის და ასე გამოიყურება ანუ სველია და თვითონ ეს დისკი არის ძალიან ხავიანი ლარად ქონდათ ფასდაკლებით ადეკვატურია ვადებში 3 წელი წამოვიღე გაჩვენებთ ახლა ფასს არ დამეზარა ყველაფერი დაგისკრინეთ 11 და 84 დოლარი ეხლა რო ჩავალ ნიკუშას დაბადების დღეა სამშაბათს აუცილებლად კიდევ ვიყიდი და ვამატებ თუ ისევ ფასდაკლება ქონდათ ნუქსის კორექტორი რომლის ღირებულებაც არის 9.52 ცენტი ლარი და ძალიან კარგია გუშინ მესვა არ დავდნით ან მიუხედავად იმისა რომ ფიქსატორი არ მესვა ლაინერი რომელსაც აქ იდეალური წვედი გაჩვენებთ ახლა მე და გუშინ მესვა და გადავიკლისე ყველაფერი და ძალიან კარგია ნახეთ როგორია ფანტასტიკურია 25%-იანი ფასდათმობთ 13 და 99 ევრო ღერს და ისე 10 და 59 ევრო ლარი ნუქსის პომადა მე პომადა პერამინდა გუშინ მესვა რომელიც არის აი ესეთი გულს ხედავთ ყველგან გული მაქვს ყავის ჭიქაში პომადაში აქაც გული აქვს ვადაში ეტევა მე მაინც ექვსთვის მერე ვცდილობ რომ თუ შარლოტა არ არის და ვინმე ლარი 37 და 22 ცენტი დოლარი 27 დოლარი
4.32 ცენტი. ეს არის თვალის ფანქარი. ეს ვეღარ მოვუწებნე. კორექტორია. ანუ აქეთ ამხარეს ცოტა პრიალა აქ ვისობ და აი აქ არის კაპილარები მიწყდება ხოლმე აქაცა. კიდე სადღაცა მაქვს. ასე ვისობ ხოლმე. ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ასეთი ძვირად ღირებული და საჭირო პროდუქტები, რომელიც ყველა ქალს ადეკვატურად უნდა გქონდეს ხოლმე. ასე იაფად მომიწევს ხოლმე. ხო და ძალიან მეჩქარებოდა უკვე თბილისში მოვდიოდი, კროქსები ლილიკოსთვის ვნახე და სხვათა შორის აქ თბილისში ძალიან უჭერს ამ მაღაზიათ აქსელს გურმანე, ვერაფერს ვერ გავიმახსოვრდი რა ჯენდება მჭერს. მაინც ეს გეტყვით ახლა. გურმანი მეცადეთ, ხომ არ გეტყოვებდი. გურმანი გალერეა, არ გეტყოვებთ. აქ ნიკა რო დამყავდა რეაბილიტაციის ცენტრში. წინ იყო და იქ აღმოვაჩინე, ანუ ყველაფერი აქვს, ჭურჭელი, ტექნიკა, აი, ყველაფერი რაღაცებს ვტოვებ ხოლმე, იმიტომ რომ ამერიკული შესაერთებელი ჭირდება და ვერაფრით ვერ მოვაბითავი, რომ ის გადამყვანი ვიყიდო და ფენია თუ რაღაცები წამოვაყოლო. TikTok-ზეც უკეთებენ ხოლმე რეკლამას. ახლა გაცინო. ვერცო წაცუტატა. დიახ, ხიდის თავში ვიყიდე. დამყოფს აქ ძალიან ისტორია. რას ფიქრობთ, რამდენი ამოვა? ჩემი მეგობარი უახლოესი აგროვებს ხოლმე ასე. ანუ მანქანაში რო გროვდება, ყველაფერში რო გროვდება, მერე ერთად ყრის ხოლმე. 20 თეთრიანები, 10 თეთრიანები მევყიდულობ ხოლმე სანთლებს და ესენი მიდის აქ. ძალიან მოწადინებული ვარ დაახლოებით 7 თუ 8 თვეა, რომ ეს გავსებულიყო. ესე ვედექი ხოლმე და დაამატე და ჩემებსაც ვყრიდი ხოლმე. ხოლმე დღეს ძალიან პომპეზურად, დილით, რომ ვუთხარი, რომ ნიკას ფაქზე გაეხა და ანუ რაღაცებს ვერ შვები და მოვყები რა, ჩვეულებრივ. ამას ბანკში რა წაიღოს, არ ვიცი. დავიწყებ ახლა ამოთვლას, დავპარკავ და გავაგრძელოთ. რაიმე არის, რამდენი ხანი ვთვლი. ხელები გავისაპნე, დავიბანე, გავიმშრალე, დავთვალე, მოვახერხე. არ გეტყვით, რამდენი ლარია თქვენ გამოიცემით, აბა დაწერეთ. და მეორე ვიდეოს გავამზადებ. ეს ამას როგორ უხდება ნახეთ, ეს ამას. წავედი ახლა, კიდევ მომავალ შეხვედრამდე.